Lanza farai, lanza farai, lanza, oh, oh. Lanza farai, lanza farai, lanza farai, lanza farai, lanza, lanza farai, lanza farai, lanza, oh, oh. ჩემი ქუჩის მუსიკოს ისტორია დაიწყო საბერძნეთში, იმიტომ რომ მე თბილისიდან წავედი 10 წლის რო ვიყავი საბერძნეთში, კრეტაზე გავიზარდე და მუსიკა ყოველთვის მიყვარდა. იმიტომ რომ ოჯახს უკრავდნენ, ბაბუა ჩემი უკრავდა, დედა ჩემი მღეროდა. და ისა საბერძნეთში რო წავედი, მოკლედ ბენდი შევქმნით რა და მე კრეტადან გადავედი ათენში სასწავლებლად, მუსიკის სასწავლებლად. მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. და პირველად გამოვედი, ჩემი მეგობრები უკრავდნენ მუსიკას, ერთი ძალიან მაგარი მუსიკოსი აფრიკელი ნახე რეგეს უკრავდა, იმიტომ რომ მე მეტალით დავიწყე როკ მუსიკით რა და რო დავინახე რო უკრავდა, მეთქი მეც რატომ არ უნდა დაუკრავ ქუჩაში. მომეწონა რა საკეთებდა, ძალიან მამაღალი ხმა ქონდა, მაგარი, ძალიან მაგრამ მღეროდა და პირველად გამოვედი მე და თან ამით დავიწყე ცხოვრება და ბევრ რამე შეცვალა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი ბინის ქირა გადამეხადა, საჭმლის ფული, ყველაფერი მაგით გამოდიოდა. და მაგიტომაც დავიწყე ესე 2011 წელს. About a thing, yeah. Every little thing's gonna be alright. ჩემთვის მუსიკა ქუჩაში ან სტუდიოში ან ფესტივალებზე ისეთ შეგრძნებას მაძლევს, როგორც არის, აი, თქვათ, დილით გავიღვიძე და ხასიათი არ მაქვს, ხო? ხასიათს მიუკეთესებს. ეგ არის, მუსიკა არის ეგეთი რამე, რომელსაც შეუძლია შენ ხასიათს შეგიცვალოს. შენც ახლა ფესტივალზე რო გახვალ, თქვათ, ვინც არ უნდა იყოს, ბენდს მოусმენ რაღაც და კარგ ხასიათს მოგიყვანს, ცეკვას დაიწყებ რაღაც. ეგ არის მუსიკა, ყოველდღიური ჩემი დაკვრა ქუჩაშიც არის აკეთებს მაგას, რომ აი ცუდ ხასიათზეც რომ ვიყო, კარგ ხასიათზე მაყენებს რა. Melt away, yeah, oh, oh, like ice cream. Melt away, I melt away, Lord. Melt away, like ice cream. ბევრ ადგილზე დამიკრავს, 20 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ქუჩაშიც დამიკრია და კონცერტების მქონია პატარა ფაბებში, ფესტივალებზეც. ქალაქს ქუჩის მუსიკა ბევრ რამეს ამატებს, მარილსაც, პერისასაც და რა ვიცი, როგორც კიდე ბევრ რამეს ამატებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ხელოვნების გამოხატვა არის ოღონდ ლაივში, ნამდვილ ცხოვრებაში. შეიძლება მირბიხარ, რომ შენი შვილი აიყვანო ბაღიდან, მაგრამ რაღაც მოგეწონა ერთი მუსიკოსი მაგრა უკრავს და იმ შენი სტრესიდან ერთი წამის კი თუ გამოგიყვანე, ხო? ჩემთვის ეს ძალიან ბევრი რამეა და მე მაგას ვცდილობ რა. რა ვიცი, ყველა ვინც ჩემ მუსიკას მოისმენს ან სხვის მუსიკას, ერთი არის ეს თქმა შემიძლია მშვიდობას და სიყვარულს. მეტი არა, მუსიკაც სიყვარულია, იმიტომ ვაკეთებ. ანუ მე მუსიკა შემიყვარდა პატარაობიდან. მერე ეს ვიმეცადინე დაუკარი და ეხლა უკვე თქვენთან ვაზიარებ მუსიკას. გაიგე, შენთან ვაზიარებ, ჩემ ოჯახში, ხალხში. სიყვარულს ვუსურვებ ყველას და მშვიდობას პირველ რიგში. გამარჯობა. მე ვარ მუსიკოსი. ჩემი მუსიკალური კარიერა, ასე ვთქვათ, როგორც ქუჩის მუსიკოსის, დაიწყო იქიდან, რომ მე და ჩემი მეწყვილე ვისთანათაც ვუკრავ ქუჩაში, გავიცანით ერთმანეთი, აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, რომ ორივე ვუკრავთ მღერით
გვიყვარს მუსიკა და გადავწყვეტეთ, რომ გვემღერა ქუჩაში. სიმღერის დროს გამლელები ჩერდებიან, გვისმენენ, ტარსაც გვიკრავენ, მოსწონთ ძალიან მუსიკა, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ქუჩას ვახალისებთ, ზოგჯერ წაიქცეკვებენ კიდეც, მოსწონთ. თუმცა არის კიდე სიძნელეებით, რომ ზოგიერთ ადამიანს აგრესიაც უჩნდება ხოლმე. ოღონდ ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და ცოტა ხელს გვიშლიან, იმიტომ რომ ცოტა ქუჩაში სიმღერა და დაკვრა სირთულეებს მაინც ვაწყდებით ხოლმე, ასე ვთქვათ. მაგრამ უმკლავდებით. ჩვენი განწყობა დაკვრის დროს იცვლება სრულიად, რაც არ უნდა დატვირთულები ვიყოთ, დაღლილებით. როცა მღერით, იმდენად ემოციურად და პასუხისგებლობით ვეკიდებით ამ საქმეს და იმდენად გვიყვართ სიმღერა, რომ აბსოლუტურად გვეცვლება ხასიათი და ჩვენც ანუ სიამოვნებას ვიღებთ იმითი, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი როგორც სამსახური, ისე როგორც ჰობი, ისე არის საყვარელი საქმე და რა თქმა უნდა შემოსავლის წყარო. განსაკუთრებით მახსოვს ის დღეები, ძალიან ბევრი დღე ყოფილა დასამახსოვრებელი და შთაბეჭდების მოხდენი, როცა ძალიან ბევრი ხალხი მოსულა ერთდროულად ჩვენს მოსასმენად და ყველა ერთად ცეკვავდა ჩვენს მუსიკაზე, ყველა ერთად მხიარულობდა და ეს იყო ყველაზე ემოციური დღეები ჩვენს აი ამ დაკვრის სიტუაციაში, მაგრამ იყო კიდეს ნეგატიური დღეებიც ამასთან დაკავშირებით, რომელიც დამამახსოვრებელია, იმიტომ რომ ქუჩაში ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე პრობლემატურ ხალხს, რომლებიც აგრესიულები არიან ჩვენს მიმართ და რამდენჯერმე ძალიან ცუდი ინციდენტებიც გადახვდენია თავს. იმ დროს ცოტა რთული იყო ეს მისაღებად, მაგრამ მერე გაგვიცინია ამაზე და ასე თუ ისე რაც არ უნდა იყოს, მაინც კარგ და სასიამოვნო მოგონებად რჩება ეს ყველაფერი და ამას ყველანაირად ემოციურად ვეკიდებით, ისე რომ ყოველთვის გვიხარია ამის კეთება. გვიხარია ჩვენ ამის კეთება, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვუკრავთ უფრო ალტერნატიულ მუსიკას, უფრო კლასიკური როკის ჟანრში ვართ. შიგ და შიგ პოპსაც ვურევთ და უმეტესად ხალხს მოსწონს ძველი როკი. განთქმული ჰიტები, რომელიც არიან და ძალიან ბევრჯერ შეგვინიშნავს, რომ ძველი თაობის ხალხი უფრო გვისმენს და უფრო აფასებს ამ მუსიკას, ვიდრე ახალგაზრდები, იმიტომ რომ როგორც შევამჩნიეთ, ახალგაზრდები უფრო შორს არიან ძველი მუსიკისგან. ჩვენ გვაქვს არჩეული ზუსტად ის ცნობილი ჰიტები, რასაც ვუკრავთ და ამიტომ რა ვიცი, ჩემი აზრით, ყველა მიცის ის ჰიტები, რასაც ჩვენ ვუკრავთ.